ხავს სასჯელახსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დარბაისელმა დატოვა თანამდებობა. სწორედ აი ამ გახმაურებულ საქმეს ეხება პრემიების საქმე. ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს მოითხოვა არა მარტო დარბაისელის, არამედ მთლიანად სასჯელახსრულების დეპარტამენტის და მისი ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვინაიდან ისინი ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება ვანო მერაბიშვილს და შესაბამისად მთლიანად მთელი გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. უშუალოდ თქვენ რას ფიქრობთ და აი ამ პრემიებთან დაკავშირებით? დავამატები, უბრალოდ გადადგა თანამდებობიდან დარბაისელი, მაგრამ ხო არ ფიქრობთ თქვათ იმ ინფორმაციების შემდეგ, რომელიც ვრცელდებოდა, დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტებთან დაკავშირებით, რამდენი დაუცილებელი რომ დაწყეს ეს საკითხი. ნაციონალურ მოძრაობას რო კითხვა, არა მარტო დარბაისელი, არამედ მთელი სასჯელახსრულების დეპარტამენტი, მთელი მთავრობა და არც ერთი სამინისტრო არ უნდა დარჩეს და თვითონ უნდა მოვიდნენ და მართონ ქვეყანა. ამას არავითარი სარკაზმი და ხუმრობით არ ამბობ, რასაკვირველი სტილია ტემპერატურის აწევის. რასაკვირველია და მე იგი რომ ანუ მერაბაშვილის გაყვანასთან დაკავშირებით ამაზე არც ერთხელ არ გამიკეთებია კომენტარი. მე თავიდან როდესაც ეს ამბავი გავიგე, ფიქრობდი რომ ძალიან დიდი შანსი იყო იმისა, რომ ანუ მერაბაშვილს მოეთხოვა პროკურორთა შეხვედრა რაღაც საგანგებო მიზეზებით. იგი წაეყვანათ, შემდეგ დალოდებოდა თქვათ თავის გამოსვლას იმაზე, სასამართლო პროცესზე და განცხადების გაკეთებას და სკანდალის დაწყებას, რაც უფრო თქვათ რაღაც ფორმა შეიძენდა. ესე ფიქრობდი, მაგრამ არ გაუყვანიათ. რომ გაეყვანათ ამაში მე მგონი შიდა იმის რეჟიმის დარღვევა ეს არ იქნებოდა. და გარდა ამისა თუ თქვათ ფალსიფიცირება უნდა თვითონ ამ პროცესის ეს ფალსიფიცირება შესაძლებელი იყო მით უმეტეს ამდენი ხალხი როცა არის ჩართული როგორც ნაციონალურ მოძრაობა ამბობს ფალსიფიცირების პროცესში ის არ არსებობს რომ ინფორმაციამ გარეთ არ გამოჟონოს რაც შეეხება დარბაისელის განთავისუფლებას თუ გადადგომას აქ რასაკვირველია გადაცდომა რეალურად ფაქტობრივად იმის დარღვევებს რამდენიც ვიცი ადგილი არ ქონია, უბრალოდ გადაჭარბებულად არის გამოყენებული უფლებები, როდესაც პრემიებს გასცემდა. მე გარდა ამისა უნდა აღვნიშნო და პრინციპი სათქმელიც არ არის საზოგადოებამ მიცის, ეს არის ურთულესი დარგი. ერთ-ერთს როცა ვამბობ, იქაც გული მეთანაღმდება, ალბათ ყველაზე უფრო რთული დარგი ჩვენი საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების ყველა მიცის. ასე წარმოადგენს სასჯელახსრულების დეპარტამენტი. ასე რომ ესე ცალსახად კვეთა ხმლის ქნება, ადმინისტრაციული ხმლის თუ მატრახის ქნება არ მიმაჩნია სწორედ. მე არ მიმაჩნია სწორედ, მე ესეთი ხედვა მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ თემის განხილვა ესე არ დამთავრდება სტრუქტურის დახვეწაზე. იქნება საუბარი მინისტრის უფლებამოსილების გაზრდაზე, აკონტროლოს და მართოს ეს სტრუქტურა, უფრო მეტი ბერკეტები უნდა ქონდეს და ისიც მოვიგონოთ, რომ თვითონ სუბარის პერიოდში, სოზარის მუშაობის პერიოდში უამრავი რამ გაკეთდა, რომ ადამიანმა თავი იგრძნოს ადამიანად, მიუხედავად იმისა, დამნაშავე თუა და თუ სასჯელახსრულების სისტემაში უნდა არის მოხვედრილი და ისევ ნაციონალურ მოძრაობას რო დაუბრუნდეთ, მაგალითად საერთოდ სასჯელახსრულების სისტემაზე, ადამიანის უფლებებზე, იქ არსებულ ვითარებაზე მათ ადგილას ცოტა რთული არც მინდა ესე ვთქვა, რომ ნებისმიერმა სხვამ მათ ადგილას რომც იყოს, საერთოდ მაგ სისტემაზე ლაპარაკს თავი უნდა არიდოს, იმიტომ რომ დანაშაულებების გარდა სტატისტიკასაც რო გადახედო, ნახებთ უამრავი ადამიანი გამოასვენეს იქ ისე რომ ისე მოგყვნენ ადამიანები თავის ნარზე იმისი ციხის რომ რაც შულყურადღებაც არ მიაქცია და ხელით შეუწყეს რომ ეს მომხდარიყო. შემიძლია გავაგრძელო კიდევ აქ არის ლაპარაკი იმ ციხის კადრებზე იმაზე და თითქოს ეს მარტო ბედუკაძის თემა ყოფილიყოს. უამრავი რესურსი არსებობს, რომელიც ადასტურებს, რომ ეს იყო დამნაშავე რეჟიმი და განსაკუთრებით სწორედ სასჯელახსრულების სისტემაში გამოიხატებოდა. და უშუალოდ აი ამ პრემიებზე რა სიტყვით ბატონ გია, რაც გაცემულია 38,000. არა ნორმალურია ეგეთ სისტემაში
საერთოდ ეგეთ სისტემაში პრემიები ძალიანაც ნორმალურია, მაგრამ რაოდენობას გააჩნია. პრემიაც უნდა იყოს, ახალისებაც უნდა იყოს, სხვა პრემიის გარდა, ფულად პრემიის გარდა არსებობს ახალისების სხვა ფორმები. ადამიანები უმძიმეს ვითარებაში მუშაობენ, მაგრამ არა ნაკლებ მძიმე ვითარებაში არიან ისინი, ვისაც ისინი მეურვეობენ. ასე რომ რაღაც ბალანსი უნდა არსებობდეს და სამართლიანობის შეგრძნება უნდა იყოს საზოგადოებაში ასაკურველი, ეს არ არის მესასალმებელი გასამართლებელი. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელობაც უნდა შეიცვალოს, სისტემაც უნდა შეიცვალოს და საერთოდ პრემირების სისტემაზე უნდა იყოს ჩამოყალიბებული მექანიზმი. უახლოეს მომავალში ეს მექანიზმი დამტკიცდება მთავრობის მიერ. სხვა საკითხებთან დაკავშირებით კითხავთ. ერთ-ერთი საკითხი ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, ვიცით რომ 27-ში ვაწერთ ხოლმე ამ დოკუმენტს ბატონ გედა. 100-თა სხვადასხვაობას იწვევს უკვე ბოლო პერიოდის მანძილზე ის საკითხი, პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ამას ხელი თუ პრემიერმა. პრეზიდენტის წარმომადგენლები, იგივე ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ პრეზიდენტი მზად არის, თავად მარგოვაშვილიც საუბრობს ამაზე, რომ უმჯობესი იქნება სწორედ მან მოაწეროს ხელი, პრემიერის ადმინისტრაციამ კი დღეს კიდევ ერთი საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მოაწერს ამ დოკუმენტს. ამ შემთხვევაში პრემიერის რა პრინციპული საკითხი დგას, თუ შეგიძლიათ ამაზე საუბარი, რატომ პრეზიდენტი და რატომ პრემიერი და არა პრეზიდენტი? ხო, კითხვებიც საინტერესოა ისმევა. ახლა როგორ არის, იცით, აქედან მხრიდან რომ შეხედავ, ვისაც ეკითხებიან, რომ რესპონდენტის მხრიდან ისეთია, რომ აი თქვენ სკანდალური თემა გინდათ. აქედან მხრიდან რომ ვიყო, მაგალითად, ძალიან სწორედაც ეგრე დავსვავდი შეკითხვა. სკანდალურია იმ შემთხვევაში, თუ კი ქვეყანა პირველად დგავს ნაბიჯს ესეთი მართლობის ეგეთი სისტემის დაარსების და დემოკრატიის შემდგომი განვითარებისათვის ახალი ქვეყანა შეიქმნა, ჩვენ თვალწინ ჩამოყალიბდა საკონსტიტუციო ქვეყანა, სადაც პრემიერს მეტი უფლებამოსილებები აქვს ვიდრე პრეზიდენტს. ეს არავისთვის საკამათო და სასკანდალო არ არის. თვითონ პროცედურები, რომელზეც მთავრობის განცხადებაშია საუბარი, არანაირად არ გულისხმობს პრეზიდენტის საწინააღმდეგო განცხადებას. ეს არის საზოგადოებას ვალდებულიც არის აუხსნას, რაც წარმოადგენს ხელმოწერა, რაც წარმოადგენს კონტრაასიგნება და საკმაოდ რთული პროცედურაა, როდესაც თქვა პრეზიდენტს ევალება მთავრობის მხრიდან ამ რაღაც თხოვნის ფორმა არის, რომ ან მოაწეროს დოკუმენტს ხელი, რომელიმე საერთაშორისო შეთანხმებას. მაგრამ აქ წინასწარ არის სერიოზული პროცედურა ასეთ შემთხვევაში, როდესაც მთავრობა იხილავს, მთავრობა ამტკიცებს, მთავრობა აძლევს უფლებამოსილებას პრეზიდენტს თქვათ ან რომელიმე მინისტრს სხვა შეთანხმების შემთხვევაში და შემდეგ კიდე პრეზიდენტი თუ ხელს მოაწეს ან მინისტრი ან სხვა მისი მთავრობის უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, ამას კიდე გჭირდება კონტრასიგნება მთავრობის რთული პროცედურა აღწერა თავის განცხადებაში მთავრობამ, როგორც არის რეალობა. ეს კარგად იცის პრეზიდენტმა გამოხატა მზადყოფნა, ხელი მოეწერა ამისათვის. თუმცა ეს პროცედურები ცოტა გაუგებარი იქნებოდა ჩვენი პარტნიორებისათვის, იმიტომ რომ ხელშეკრულება უნდა შევიდეს ძალაში მისი ხელმოწერისთანავე და არავითარ კონტრასიგნებას არ უნდა ელოდოს. ეს სიმბოლურიც არის და სწორიც არის. გარდა ამისა, ახლა ამას ამ ნიუანსებს და რთულ პერიპეტიებს რო თავი დავანებოთ, მაყურებლისთვის, აგრეთვე თუნდაც მსმენელისთვის, ჩემი ბრიფინგის მნიშვნელოვანია, რომ ხელს აწერდეს დოკუმენტს ვალდებულებებით დახუნძლო დოკუმენტს და ხელშეუხებელი ღონისძიებებით და სხვადასხვა დარგებში გასატარებელი რეფორმები დოკუმენტს აწერდეს ის ხელმძღვანელი პირი საქართველოში, რომელიც ამას ყველაფერს, რომელიც ვალდებულიც არის და ხელეწიფება, აქვს რეალური მექანიზმები შეასრულოს ის, რასაც ხელს აწერს. და სულ თავით რომ დავანებოთ იმ პროცედურებს, სადაც ვილაპარაკეთ, პრაქტიკული თვალსაზრისით რასაკვირველია, უმჯობესია, სიტყვა უმჯობესი აქ იურიდიულს არ გულისხმობს. ჩემთვის, როგორც მოქალაქისათვის, ხელს აწერდეს დოკუმენტს ის ხელმძღვანელი პირი ქვეყნის,
რომელსაც რეალურად გააჩნია რესურსები და ვალდებულებები შეასრულოს ის კონდიციებები გაატაროს, რომელიც წერია დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწყობს. ბატონო, კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით კითხავთ. ამ წუთებში ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და მისი ადვოკატის განცხადებით ყველანაირი პირობა არსებობს იმისთვის, რომ სპეცრაზმელების საქმეზე ახალაია გამართლდეს და თუ ეს ამ პროცესში ახალაია გამართლდა, ის დატოვებს დარბაზიდან გათავისუფლდება და სასჯელ აღსრულების დაწესებულებას. არა, იცით, არ მინდა ამ თემაზე ჩაღრმავება, მაგრამ საკმაოდ მძიმე ბრალდებები აქვს და არა მარტო სპეცრაზმელების, რომელიც საკმაოდ დიდი ვადით ატიმრობას ითვალისწინებს, ასე რომ არ ნიშნის მოგებით ამაზე საუბარი არ მინდა ასე ატვირთია. რომ შევასწავლოთ, რამდენად მოტივირებულია თქვენ როგორ ფიქრობთ მთავარი პროკურატურა იგივე ახალაიასთან მიმართებაში? რამდენიმეში გამართლდა ჩვენ ვიცით. უბრალოდ мотиваციაზე მაინც რო ისაუბროთ. არა, არის მე რა ვიცი. ხარ ვეცხოვრე ამერიკის შეერთებულ შტატებში. რაცა რამოდენიმეჯერ გამოვიყენე ეს დაგროვილი ცოდნის და გამოცდილების გამოცდილებაზე აპელირება ეს რაღაცა შეჟღერს ხომ. მამაკლა რომ აი რაღაცა შეგეკითხებიან, ნიტყვი აი ამერიკის შეერთებულ შტატებში ესეა, ევროპაში ესეა, ეზოში იციან ხოლმე ბავშვობა ესე ლაპარაკი, მაგრამ რეალურად არსებობს საზოგადოებისათვის აბსოლუტურად გაუგებარი და მეუღებელი განაცხადებები სასამართლოსი და არა მარტო საქართველოში. არსებობს ეგეთი. ხდება იქ რაღაც ნიუანსებია და ეს არც ერთ შემთხვევაში პროკურატურის სისუსტეს არ შეიძლება დაბრალდეს, არის ჭიდილი დაცვის მხარის, ბრალდების მხარის და ხანდახან ესეც ხდება, რომ დაცვის მხარე იმარჯვებს. რაც ჩვენი ქართული საზოგადოებისათვის აბსოლუტურად ახალი რეალობაა. როგორ შეიძლება რომ დაცვის მხარემ გაიმარჯვოს, თუ კი ხელისუფლების მხარე ბრალდებს ვიღაცას თუნდაც ისეთ ოდიოზურ პიროვნებას, როგორც თქვა ბაჩო ახალაია, სხვავინმე. წარმოუდგენელი იყო ესეთი რამე და ჩვენთვისაც რაღაც სიახლეს წარმოადგენს. ხდება. მაგრამ ვფიქრობ არის ბრალდებების თელი რიგი ბრალდებებისა, რომელსაც ვერ არიდებს თავს ბაჩო ახალაია. და კიდევ ერთი საკითხი და მეც აღარ კითხავთ ბატონო გია. უსაფრთხოების თემაზე ალასანიას გაკეთებულ განცხადებას ოფიციალური კრემლი გამოეხმაურა. ამასთან დაკავშირებით რომ თქვათ, ვიცით რომ ალასანიას განცხადებაზე პრეზიდენტი უშიშროების საბჭოშიც იყო საუბარი, რომ თქვათ შეთანხმებული უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი. როგორ შეაფასებთ ამას და საზოგადოებრივი ინსტიტუტია, თუმცა მაღალი პროფესიონალი, მაღალი ესეთი კოპირების ინსტიტუტი, სადაც ლაპარაკობენ სხვადასხვა თემებზე. ახლა რუსეთის წარმომადგენელი თავის აზრზეა მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით. ერთი წუთი უკაცრავად რა, ლაპარაკობ. ასე რომ ამაზე იქნება ალბათ რა, მეტი განცხადებები გაკეთებული, უფრო პოლიტიკური შეფასებების სფეროს განეკუთვნება, რაზედაც იქნება მსჯელობა და ვფიქრობ გაკეთდება თავრობის მიერ უფრო ხრმა და ყოვლისმომცველი განცხადება. არა, ეს გაგზა ესე არ არის, იცი, საერთოდ მარტო ამ განცხადებასთან დაკავშირებით არის. საერთოდ იქნება ყოველთვის განცხადებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ დაემთხვევა რუსეთის პოზიციას. ან პირიქით რუსეთის განცხადებები იქნება, რომელიც ქართულ პოზიციას არ დაემთხვევა. არის ევროპული, ამერიკული, კავკასიური რაღაც ნიუანსების აღჭურვილი განცხადებები, პოზიციები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მით უმეტეს ეგრეთ დაძაბულ ვითარებაში ერთმანეთს არ ემთხვევა. რაც შეეხება კონკრეტულად ამ თემას, ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში იქნება გაკეთებული უფრო კაფეო განცხადება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ერთი რაღაცით დავიწყებამ და უბრალოდ თქვენ ბრძანეთ, რომ სადასუბას მიეცემა უფლებამოსილება იმისი. მე არ ბრძანე, რომ მიეცემა უფლებამოსილება, მე ვთქვი, რომ მოსაზრება გამოვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, რომ სოზარ სუბარს მეტი რესურსი ჰქონდეს მართოს ასე თუ ისე. კი, მაგრამ უფრო მეტად უნდა ჩაიხედოს ალბათ დეპარტამენტის საქმიანობის
სისტემაში, სტრუქტურაში და უფლებამოსილება მიეცემა პირდაპირ მეთქი არ მეთქვია ეგეთი. ჩემი მოსაზრება გამოთქვი, რომ კარგი იქნებოდა, რომ უფრო მეტად უფრო ღრმად და უფრო თუნდაც ესე აკეთრად ჩაერიოს დეპარტამენტის საქმიანობაში. არ არის საკანონმდებლო ინიციატივა საჭირო. ეხლა ამაზე ღრმად ნუღაშევთ. მე ჩემი მოსაზრება გამოთქვი, რომ კარგი იქნებოდა, რომ აქ მიმართულებით იყოს მოსაზრებები და არ მეთქვია, რომ ან საკანონმდებლო იქნება თუ რა. როგორც რეალური მოცემული ფაქტი ეს არ მეთქვია, მე გაგიზიარეთ ჩემი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. არა, ბიუჯეტთან დაკავშირებით რა დარღვევებზეა საუბარი. არა, დარღვევები ყო ბიუჯეტის გამოყენებასთან დარღვევები ესეთია, სერიოზული ბრალდება. ამაზე დეტალ თქვენ კონკრეტულად რას გულისხმობთ, რომელ დარღვევებს გულისხმობთ? მომემზადოთ ამ თემაზე სასაუბროთ და შემდეგ შეხვედრაზე იქნება